კინძი ხახვი პეტროშკა გამეცნობი ძევაჩკა. ცოტა ორიგინალურები უნდა იყოთ. და მხოლოდ ცეცხლებით და გულებით არ უნდა შემოიფარგლოთ. რა მოუწერიათ თქვენთვის სოციალურ ქსელში ყველაზე უცნაური? ეხავე 2 წუთი წავიკითხავ. აბა. კინძი ხახვი პეტროშკა გამეცნობი ძევაჩკა. პასუხი რამე? კი, კინძი ხახვი პეტროშკა არ გაგიცნობი ძედუშკა თქო. რას გწერენ ხოლმე გაცნობის მიზნით? სტანდარტულად ლამაზი ხარ? და ასე შემდეგ. პასუხობთ ხოლმე? არა. არასდროს? ვნახავ, მაგრამ არ პასუხ. არ ვიცი. არ მქონია ინტერესი ალბათ ადამიანების მიმართ და იმიტომ. ათვალიერებთ ხოლმე ვინ გწერთ? კი. გულწრფელად ვიტყვი, კი, ალბათ ყველა გოგო, ყველაც არა 99% კითხულობს და ათვალიერებს, მაგრამ არ გპასუხობთ. ამიტომ ცოტა ორიგინალურები უნდა იყოთ. და მხოლოდ ცეცხლებით და გულებით არ უნდა შემოიფარგლოთ. ულამაზესი ხარ. რა მოუწერიათ სოციალურ ქსელში უცნაური? ჩემმა დაქანმა მკითხა ბორშის უკეთება უნდა და ბორშის და წითელი წვენი საიდან ავიღო აქ მკითხა. გამახსენდა. გაცნობის მიზნით არ გწერენ ხოლმე რამე საინტერესოს და რას გწერენ ხოლმე? აუ არ ეგეთი ერთი ის იყო, მაგრამ არ ვიცი შეიძლება ეგეთ რაღაცის თქმა. კავკასიელს წერდა ერთი ბიჭი. ხო და რუსი გოგო ეგონე და თავიდან წერდა ძალიან ცუდი იმები და რო გაიგო რომ ქართველი ვიყავი, ჩემი დახა რომ მითხრა, ბოდიში მომიხადე და წავიდა. რას გწერდა დასაწყისში სანამ რუსი ეგონე? კარგი არაფერი არ მოუწერია ისე რომ ვთქვათ. რეა სოციალურ ქსელში უცნაური. რა ვიცი, ისეთი არაფერი. რას გწერენ ხოლმე გაცნობის მიზნით? რავი, ერთხელ მომწერეს, ერთმა კაცმა მომწერა, როგორ ხარო და ცოტა ისე მივიღე უცნაურად რა, ანუ დიდი კაცი რომ წერს თან რაღაცა, როგორ ხარ, ძალიან უცნაური იყო ჩემთვის. და რამდენი წლის ხარ? 15-ის. და კაცი დაახლოებით კაცი დაახლოებით, არ ვიცი, რავი, ანუ დიდი კაცი იყო და შეიძლება პროფაილი ეყენა რაღაც ისეთის და არ ვიცი. ნუ პროფაილიდან გამომდინარე დიდი კაცი იყო და ისე არ ვიცი. რა მოუწერიათ სოციალურ ქსელში უცნაური? გაცნობის დროს რას გწერენ ხოლმე გაცნობის მიზნით? აი კომპლიმენტებით შემოიფარგლებიან. როგორია ხოლმე კომპლიმენტები? კომპლიმენტები შეიძლება იყოს აი ლამაზო გამეცნობი, აი ძალიან ბანალური. ეცნობი ხოლმე? არა. უცხოებს არ ვწერ. იგივე ანალოგიურად მეც. კომპლიმენტებით უფრო და რაღაც ვიდეოებს რო უყრია ხოლმე, უფრო ეგრე. პასუხობ ხოლმე? არა, ვაიგნორებ. არასდროს არც არავისთვის არ გიპასუხიათ? ძალიან იშვიათად ალბათ. და რა შემთხვევაში უპასუხეთ? ალბათ თუ მეცნო ან ხო, თუ მეცნო უფრო. ან გადაჭარბებული თუ ყოფილა, აი რეკვები და რაღაცები მსგავსი მაგ შემთხვევაში. რა მოუწერიათ სოციალურ ქსელში უცნაური? უცნაური? მან საინტერესო, ან განსხვავებული რაღაც ისეთი. მასეთი არ მქონია არაფერი მსგავსი უცნაური. და რას გწერენ ხოლმე გაცნობის მიზნით? გაცნობის მიზნით ას მწერენ? რავი, როგორ ხარ აშობის? რავი, ძალიან, რავი. ისეთ უცნაური კითხვა არავის არ დაუსვია. და პასუხობ ხოლმე როგორ ხარ, როცა გეკითხებიან? რამ შეიძლება გამოიწვიოს შენი ინტერესი, აი რა შეიძლება მოგწერონ ისეთი, რომ პასუხის გაცემა მოგინდეს? ანუ სხვათა შორის სოციალურ საიტზე რომ წერენ, არ პასუხობ ხოლმე, იმიტომ მიჩვენია ლაივში უფრო გავიცნო ადამიანი ვიდრე სოციალურ ქსელებიდან. ხო და დიდად არ პასუხობ. ნუ ძალიან იშვიათია, მიპასუხია. არ არის ისე რომ არ მიპასუხია, მაგრამ თავს ვარიდებ ხოლმე რომ არ უპასუხო. რატომ უპასუხეთ, როცა უპასუხეთ, ვიზუალურად მოგეწონა? ალბათ კი, მაგ მიზეზის გამო.